კახეთში საგზაო, სპორტულ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. სრულად რეაბილიტირდა სოფელ ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღი. ის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გახსნა დაწესებულება 125 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და მოიცავს საგანმანათლებლო, ასევე სათამაშო და დასასვენებელ სივრცეებს. პარალელურად ვაჩნაძიანში ახალი 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. დღესვე მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუიზში სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. ისაუბრეს პროექტის განხორციელების ეტაპებსა და ვადებზე. ახალი თანამედროვე სკოლა 800 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წარმოადგენს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში იმ საჯარო სერვისების განვითარება, რაც აუცილებელი არის დღეს ადამიანების ნორმალური ცხოვრებისთვის. ჩვენ დღეს ვაჩნაძიანში გავხსენით საბავშვო ბაღი 125 ბავშვზე გათვლილი, ასევე მოვინახულეთ სკოლა, რომელიც მშენებლობის პროცესში არის. კახეთის რეგიონში აქტიურად დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ჩვენ ყველა ეს ობიექტი იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დღეს ვიმყოფებოდით, დავათვალიერეთ. მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ამავე რაიონში და ზოგადად კახეთის რეგიონში ახალი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაციას და კიდევ უამრავი აღსაზრდელი შეძლებს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საბავშვო ბაღებში სიარულს. დინამიურად მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება და მშენებლობა. დღეს კახეთის რეგიონში მოვინახულეთ რამდენიმე ასეთი ობიექტი. არ არის იმაზე მეტად სასიხარულო რამ, ვიდრე ნახოთ ჩვენ გახარებული ბავშვების სახეები და ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი გახარებული ბავშვი იყოს ჩვენს რეგიონში.